პროკურატურის რეფორმის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე დღეს იურიდიულ კომიტეტში მსჯელობენ. კანონმდებლობის შეკითხვებს იუსტიციის მინისტრმა უპასუხა. ოპოზიციის ძირითადი შენიშვნა მთავარი პროკურორის დანიშვნის წესს უკავშირდება. ისინი მართულ გუნდს წინასაარჩევნო დაპირებას და სამთავრობო პროგრამას ახსენებენ და ამბობენ, რომ მთავარი პროკურორი პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს. პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის მიხედვით კი პროკურორის კანდიდატს საპროკურორო საბჭო აირჩევს მთავრობის მოწონების შემთხვევაში, თუ კი პარლამენტი დაამტკიცებს. ცვლილებების მიხედვით პრეზიდენტი მთავარი პროკურორის დანიშნაში მონაწილეობას აღებულობს. Არის უფლებაც აქვს, რომ ერთი დაიგივო. არა, მე ბევრჯერ მომისმენია პრეზიდენტის მონაწილეობა უზრუნველყოფს ინსტიტუტის დეპოლიტიზირებას. უკაცრავად რატო უზრუნველყოფს? რაო, პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური ფიგურა? ანუ დეპოლიტიზაციას ერთი კაცი რატო ასე თქვათ უზრუნველყოფს უფრო უფლებათა გამიჯვნა უზრუნველყოფს დეპოლიტიზაციას და არა თუ შეიძლება დავამთავრებ. ძალიან გასაკვირია ამ ერთ წელიწადში ხელისუფლებაში ყოფნის ერთ წელიწადში ესე სწრაფად როგორ შეიცვალა ბატონი სანდროს პოზიციები ამ საკითხთან დამოკიდებულებით დღეს რომ შეუძლებლად მიაჩნია პრეზიდენტის მონაწილეობა ამ ინსტიტუტის ფორმირებაში. გამოხდა ერთ საღამოს ერთ ხამში ისეთი რომ ჩვენ ფორსირებას როგორც ჩანს ვაკეთებთ არა მარტო ამ სხდომის, არამედ ეს უკვე კანონი გაგვაქვს როგორც ჩანს ასე ვთქვათ პლენარულ სხდომაზე. ეს აღმოჩნდა ვიზა ლიბერალიზაციის ამ ლაპის შემადგენელი პროგრამის ნაწილი გავსად საჯარო სამსახურის შესახებ კანონისა ის შეთანხმება იქნა მიღწეული რომ პირველი მოსმენით იქნეს მიღებული ახლა და თუ ეს პირველი მოსმენით იქნა მიღებული მაშინ არ ჩაგვეთვლება არც საჯარო სამსახურის კანონი და არც ეს პროკურორის თაობაზე მიღებული აღნიშნა შეუსრულებლად იმ პირობით რომ სექტემბერში დასრულდება ამ ორი კანონის მიღება. თავრობის მუშაობა რომელიც იმისათვის რომ გააიმტანოს რაღაცა კანონი დღეს გეუნება თქვენ რომ ეს არის აუცილებელი. აი ეს რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ. თავრობის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმაში აი ამ ვიზა ლიბერალიზაციას რაც უკავშირდებოდა. პროკურატურაზე ეს თემა არ წერია. მე ჩემდა სამარცხვინო შემილია ვთქვა, ამ გეგმას გაცნობილი არ ვიყავ. ეს გეგმაც მე გუშინ ვნახე.